პირდაპირ ჩართვა გველოდება უელსიდან. ჩვენ შეკითხვებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით და თქვენს და საქართველოს მოქალაქეებს ულოცავ საქართველოს დღევანდელ წარმატებას ნატო სამიტზე. ბატონო ირაკლი, აი ამ წარმატების შესახებ უნდა დაგიშვათ პირველი შეკითხვა. იყო თუ არა ეს მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ნატოს სამიტიდან. ფაქტია, რომ მაპი ვერ მივიღეთ და ამაზე წინასწარაც იყო ცნობილი, მაგრამ ეს, ანუ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, რასაც თქვენ წარმატება უწოდეთ, არის თუ არა მაქსიმუმი, რისი მიღება შესაძლებელი იყო? პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ეს იყო მაქსიმუმი, ადამიანურად, დიპლომატიურად შესაძლებელის მაქსიმუმი, რაც საქართველოს ქართულმა დელეგაციამ თავის პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს ამ სამიტისთვის. მე მინდა რამდენიმე, ასე ვთქვათ, კონკრეტულ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. გარდა იმისა, რაც რა თქმა უნდა არაერთხელ ითქვა და მეც გავემეორებ, რომ მთავარია, რომ ნატომ აღიარა საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ჩვენი შეერაღებული ძალების ტრანსფორმაციის, მოდერნიზაციის კუთხით და თავდაცვის რეფორმების კუთხით. ამასთან ერთად, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. საქართველო ამ ნატო სამიტის შემდეგ იქნება ბევრად უფრო დაცული და საუბარია იმ გაძლიერებულ პაკეტზე, რომელიც ნატო საქართველოს შორის შედგა და დღეს დაამტკიცა სწორედ ატლანტიკურმა საბჭომ და ეს მისცემს საშუალებას საქართველოს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის უნარიანობა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ასეა მომატებული საფრთხე ჩვენს რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ასევე აღიარეს, რომ სწორედ ეს პაკეტი სხვა ელემენტებთან და ინსტრუმენტებთან ერთად გახდება და არის საკმარისი ჩვენი საომავლოდ ნატოში გაწევრიანებისთვის. ამასთან ერთად თქვენ ალბათ იცით, რომ საქართველო მიიწვიეს ყველაზე ძლიერი პარტნიორების გაძლიერებული შესაძლებლობების ფორმატით თანამშრომლობაში. აქ არის 5 ქვეყანა, რომელიც არის ისეთი თავსებადი ნატოს შეერაღებულ ძალებთან, რომ მიწვეული იქნა სწორედ ამ ფორმატში საქართველო, შვედეთი, იორდანია, ფინეთი და ავსტრალია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხედრო განვითარების კუთხით, თავსებადობის კუთხით, ჩვენი შეერაღებული ძალების დიდი თავდადების და გმირობის ხარჯზე საქართველომ მიიღო ეს დაფასება. ეს მოგცემს შესაძლებლობას ჩავერთოთ უკვე წინასწარ დაგეგმვის პროცესებში და გადაწყვეტილების მიღების ფორმატებში. ბატონო ირაკლი, თქვენ ერთ-ერთ თქვენს კომენტარში ახსენეთ შესყიდვაზე გააკეთეთ აქცენტი იარაღთან დაკავშირებით. რა ახალი შესაძლებლობები ეძლევა საქართველოს ამ კუთხით? მაგალითად, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობის კუთხით არის თუ არა რაიმე ახალი შესაძლებლობები? ეს არის საჰაერო თავდაცვა, არის ის სფერო, რომელშიც საქართველოს შეერაღებულ ძალებს სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება და ამეთანხმებით ალბათ. თქვენ იცით, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიული ომის მერე საქართველოს წინააღმდეგ პრაქტიკულად შეჩერებული იყო სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოსთან. ეს სამიტი და ეს გადაწყვეტილება და სწორედ ეს გაძლიერებული პაკეტი გვაძლევს ჩვენ შანსს ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად და წევრ ქვეყნებთან ერთად დავიწყოთ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, მათ შორის საჰაერო თავდაცვის, ანტისატანკო, ანტიმობილური შესაძლებლობების შეძენის, შესყიდვის და გადმოცემის თანამშრომლობის კუთხით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფორმულირება, რომელიც ჩაიდო ამ ნატო-საქართველოს პაკეტში, რომელსაც უკვე დღეიდანვე დავიწყებთ, რომ დაგეგმარების პროცესში ჩავერთოთ. ანუ უფრო მარტივად და კონკრეტულად რომ ვიკითხოთ, ჩვენ მოგყიდიან თუ არა იარაღს და ვინ შეიძლება იყოს ეს ქვეყნა, რომელი ქვეყნები შეიძლება იყოს, ვისთანაც ეს თანამშრომლობა შედგება. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი ჩვენი ამოცანა და მიზანი ნატო სამიტზე იყო, რომ საქართველო გახდეს უფრო დაცული და ამ გადაწყვეტილებების შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობები თავდაცვითი, როგორიც არის საჰაერო თავდაცვა, როგორიც არის ანტისატანკო შესაძლებლობები და ამ კუთხით ჩვენ თანამშრომლობას წარმატებულად გავაგრძელებთ. კიდევ ერთი კონკრეტული საკითხი, ეს არის ნატოს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. თუ არის ცნობილი კონკრეტულად, როდის გაიხსნება ეს ცენტრი საქართველოში და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რითი არის ასეთი მნიშვნელოვანი ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა მაინც და მაინც საქართველოში? აქ არის ორი მომენტი. პირველი ის, რომ თავად საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზა ცენტრი შეიქმნება, რომელიც ღია იქნება
როგორც ნატოს წევრებისთვის, ასე პარტნიორი ქვეყნებისთვის, აქ ჩვენ სხვა ქვეყნებსაც ჩავთავთ და გავწუხნით. მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილზე იქნება უკვე ჩამოსული ის სამხედრო ქვედანაყოფები და გაივლიან ერთობლივ წვნებს საქართველოში და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შეძენს საქართველოს როგორც ნატოსთან დაახლოებას, ასევე ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოების ასე ვთქვათ, უზრუნველყოფის საკითხში. მეორე ეს არის, რომ თავდაცვის სამინისტროს შეერაღებულ ძალებში კონკრეტულად იქნება ჩამოსული ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ პაკეტის განხორციელებას, ცხოვრებაში გატარების კონტროლით იქნება დაკავებული და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ პაკეტის განხორციელებისთვის უკვე სამზადისი დავიწყეთ დღესვე, როგორც ჩვენმა მისიამ აქ ნატოში, ისევე თავდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად უკვე შეკრა ჯგუფი, რომელიც ნატოელ ექსპერტებთან ერთად დაიწყებს ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაციის დაგეგმვას. ეს იქნება ურთულესი პროცესი, ეს იქნება ძალიან შრომატევადი პროცესი, ამისთვის უნდა მოემზადოთ დღეიდან და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ ყველამ, რომ თავდაცვა ეს არის ძვირადღირებული ფუფუნება. საქართველოს ინვესტიცია უნდა ჩადოს საკუთარ თავდაცვაში და ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იქნება ეფექტური. ბატონო ირაკლი, 28+5 და ის 5 ქვეყანა, რომელშიც საქართველოს შედის და რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ცოტა ხნის წინ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნატოს მომდევნო სამიტებზე თუ უშუალოდ მომდევნო სამიტზე არა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ სწორედ ეს ქვეყნები არიან კანდიდატი, რომ გახდნენ ნატოს წევრები. ამ ხუთეულში ნატო და ამ ხუთეულში გაწევრიანება ჩვენ გვიდასტურებს ნატოს მხრიდან იმას, რომ ჩვენ ვართ ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალა ასპირანტებიდან და მათ შორის პარტნიორებიდან. აქ არიან ქვეყნები, რომლებიც ალბათ არასდროს არ გაწევრიანდებიან ნატოში, როგორც არის იორდანია, ამიტომ ეს ავტომატურად ამას არ ნიშნავს, მაგრამ მთავარი კომპონენტი, ორი კომპონენტიდან, რომელიც ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი, სამხედრო და პოლიტიკური, სამხედრო კომპონენტი ამ შემთხვევაში არის დაკმაყოფილებული პრაქტიკულად. როგორც კი და ეხლა თავარ საკითხს მივადექით, ერთ-ერთ თავარს, როგორც კი იზრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსები, ასევე იზრდება რუსული საფრთხე საქართველოს მიმართ. რა რეაქციას ელოდებით რუსეთის მხრიდან ამ ყველაფერზე? რუსეთი, რომელიც ამბობს, რომ ის არ დაუშვებს თავის საზღვრებთან, მათ შორის სამხრეთ საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. რა პასუხს ელოდებით რუსეთის მხრიდან აი უახლოეს მომავალში? საქართველოს 20 წელზე მეტია ვითარდება რუსეთის პირდაპირ საფრთხის ქვეშ. ასე რომ ბუნებრივია, ჩვენ მიზანმიმართულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ინსტიტუციების სრულყოფა, ჩვენი სამხედრო შეერაღებული ძალების გაძლიერება ნატოში გაწევრიანების გზაზე. რუსეთის ვერანაირი რეაქცია, დეკლარაციულიც და სხვა ვერ გახდება წინაღობა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. ეს აღნიშნა ძალიან ნათლად ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს რამდენიმე საათის წინ გაცხადებულ ურთიერთობაში, როცა თქვა, რომ ნატოს კარები ღიაა და ჩვენ ანუ ამერიკა და ნატო დაეხმარება საქართველოს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში, ზუსტად იგივე თქვა და განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ასე რომ მე შემიძლია ერთადერთი ვთქვა, ჩვენი მიზანმიმართული შრომით მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოსში გაწევრიანება არის არაშორეული პერსპექტივა ჩვენთვის. გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან დღეს მიმდინარე აგრესია უკრაინაშიც და შეფასებული იქნა როგორც პირდაპირი ოკუპაცია ნატოს მხრიდან და ასევე თუ კი კარგად დააკვირდებით დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები რუსეთის მხრიდან შეფასებულია სწორედ ამ დეკლარაციაში როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა, როგორც ნატო გაეროს ქარტიის დარღვევა და მოწოდება პირდაპირ რომ გაიყვანონ რუსეთმა საკუთარი შეერაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამ კონტექსტში ბუნებრივია, ჩვენ როდესაც ვავითარებთ შეერაღებულ ძალებს თავსებადობას ნატოსთან, ჩვენ ვართ უფრო დაცულები და რეგიონის სტაბილურობა კიდევ უფრო გამყარდა. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ვართ უფრო მეტად დაცულები და ამასთანავე ნატოში გაწევრიანება არ არის შორეული პერსპექტივა. მაგრამ ისმის შეკითხვა, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ რუსეთი იმავეს არ გააკეთებს კიდევ ერთხელ საქართველოში, რაც 2008 წელს მოხდა და რაც ახლა ხდება უკრაინაში. აი ესეთ შემთხვევაში ეს უფრო მეტად დაცულობა რამდენად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ დაემუქრება ძალიან დიდი საფრთხე. როგორ შევძლებთ გამკლავებას, თუ კი ასეთი რამ რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოში კიდევ ერთხელ გამეორება? ახო, მე მგონი
არ ვიდავებთ თუ ვიტყვით, რომ აბსოლუტური გარანტია არაფრის არ არსებობს, მაგრამ როდესაც მეტი ნატო იქნება საქართველოში, გულისხმობ იმას, რომ იქნება პრაქტიკულად ძალიან ხშირი როტაციული სამხედრო ვარჯიშები და ტრეინინგები საქართველოში. როდესაც საქართველო მოახერხებს და უფრო მეტად იქნება ჩართული საერთაშორისო და რეგიონალურ ოპერაციებში. როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეერაღებულ ძალებში პირდაპირ იქნება ჩამოსული ნატოს ექსპერტთა ჯგუფები. ეს არის გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც. მაგრამ მიუხედავად ამისა, მთავარი რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის არის აუცილებელი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში იყოს ნება, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე, ბოლომდე მივიდეთ თავსებადობის კუთხითაც გაწევრიანების გზაზე უფრო ახლოს ნატოსთან, რაც დააფიქსირა ნატომ დღეს საკუთარ გადაწყვეტილებებში და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქვეყანას ვერავინ სხვა ვერ დაიცავს ჩვენს გარდა. ჩვენ ამ ნატოს სამიტის შემდეგ გვექნება ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, მაგრამ გვექნება ის ინსტრუმენტები, თავდაცვითი ინსტრუმენტები, რაც ქვეყანას ესკალაციის პირობებში დაჭირდება. და ბატონ ირაკლი, არ მინდა ჩვენი საუბარი ისე დავასრულოთ, არ გკითხოთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. დავის საგანია კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებული სიტუაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოყავს სტატისტიკა, მაგრამ თავად კოალიციის ზოგიერთი წევრი არ მიიჩნევს თლათ ადეკვატურად მაინც და მაინც სტატისტიკაზე აქცენტის გაკეთებას იმაზე, რაც ხდება საქართველოში. მე ვგულისხმობ კრიმინოგენულ ვითარებას. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით? როდესაც არსებობს პრობლემა, ამ პრობლემის გადაჭრის გზები უნდა მოვძებნოთ. კრიმინოგენული ვითარება არ არსებობს მუდმივად დამაკმაყოფილებელი არცად ქვეყანაში, ეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშიც სამწუხაროდ ხდება დანაშაული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად მობილიზება გავუკეთოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, გავაეფექტუროთ მათი მუშაობა, დავეხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ მეტი რესურსი გამოვუყოთ მათ საკუთარი ფუნქციების შესრულებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ კომპეტენტური, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ყავს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ ამოცანას თავს გაართმევენ. თქვენ როგორი შტაბ-ეშტილება გრჩებათ, არის თუ არა გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება საქართველოში? მე სტატისტიკას არ ვფლობ, აქედან გამომდინარე ზეპირად საუბარი არ შემიძლია. ფაქტი ის არის, რომ მოხდა ძალიან მძიმე დანაშაულები ბოლო პერიოდის განმავლობაში და ამაზე საჭიროა რეაგირება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. თქვენ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ წარმატებას. მადლობთ.